ახლა ნიკოლოზ ხატიაშვილი შემოგვერთება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევარი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ახლო სამხრეთში რა ხდება ირანის გარშემო 27 დღეა დღეს, ხო? საბრძოლო მოქმედებებისა, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმაზე ტრამპმა უარი თქვა, მიმდინარეობსო მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების შესახებ განსხვავებული რიტორიკა არსებობს, როგორ ხედავენ ეს ირანული მხარე და ამერიკული მხარე. როგორც ამბობენ, პაკისტანი არის შუამავალი ამ მოლაპარაკებისა. ნუ ყოველ შემთხვევაში პაკისტანის ტერიტორიაზე ხდება შეხვედრებიო. რა ხდება ჩვენს ახლო სამხრეთში? დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციაც მოვისმინეთ იგივე ამერიკის მხრიდან, იგივე ირანის მხრიდან, ხო, ანუ ზოგადად დიპლომატიაში ამ მოლაპარაკებებსაც სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს ხოლმე, შეიძლება იყოს პირდაპირ ირიბი, ფასილიტატორული მედიაცია და ასე შემდეგ. თუმცა ფაქტია, რომ რაღაც ტიპის მოლაპარაკებები რეალურად არსებობს და შეიძლება ისეთი მოლაპარაკებები არ იყოს, როგორც თქვა, სტანდარტულად ჩვეულებრივი, თუმცა ეს შეიძლება გარკვეული კომუნიკაციის, იგივე მესიჯების გაგზავნის სახით იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ხა ირანი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ფაქტობრივად მაგათი სამხედრო შესაძლებლობების დიდი ნაწილი განადგურებულია. ისრაელს და ამერიკას აქვს სრული დომინირება ხაერში და შესაბამისად უკვე იმ ნიშნულს უახლოვდება ირანი, სადაც მათ უკვე რეალურად დაჭირდებათ მოლაპარაკებები და მაგათივე ინტერესებში იქნება მოლაპარაკებების დაწყება. შესაბამისად ეს პროცესიც არ უნდა გაგვიკვირდეს და ალბათ რაღაც შედეგამდე შესაძლოა ეს მოლაპარაკებიც მივიდეს. თუმცა მე გამოვრიცხავ იმ გარემოებას, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში რაღაც იყო ისეთი მოსაზრება, თითქოს აი შერიგებისკენ შეიძლება წავიდეს და ასე შემდეგ. თუმცა მე ამ ეტაპზე გამოვრიცხავ ეგეთ მოლაპარაკებებს, ალბათ ეს უფრო არის ძალიან ტაქტიკური და ტექნიკური საკითხები, რაზეც შესაძლოა ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების პროცესში იყვნენ და ეს შეიძლება ეხებოდეს იგივე ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს, თავისუფალი ნავიგაციის საკითხს, ცეცხლის, თქვათ, დროებით შეჩერების საკითხს და ასე შემდეგ და ალბათ უფრო ამ მიმართულებით იქნება ეს მოლაპარაკებები. თუმცა თავისთავად გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი უყვართ ხოლმე ასეთ ომში ჩართულ მხარებს და გზასთან გრძელვადიანი მშვიდობა ყურის სახელმწიფოებისათვის და იქ არსებული დინამიკისათვის. ხო, სანამ ჩვენ ვისაუბრებთ გრძელვადიან მშვიდობაზე, უნდა რეალურად განსაზღვროთ ამერიკის და ისრაელის ინტერესები. ნუ რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესებს წარმოადგენს ყურის ქვეყნებში ეს რაც თქვენ ახსენეთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომ თითოეული ამერიკის მოკავშირე იყოს დაცული და მეორე მიმართულება რაც არის, ეს არის თავისუფალი ნავიგაცია ჰორმუზის სრუტეში, რომ გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვს, ასე ვთქვათ, ენერგორესურსების არ შეექმნოს რაიმე საფრთხე. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელისთვის ირანი არის, რა თქმა უნდა, ეგზისტენციალური საფრთხე და ის მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ ამ რეჟიმთან რაიმე სახის თანაცხოვრება, იმიტომ რომ რომც მოხდეს გარკვეულწილად ამ სიტუაციის სტაბილიზება და ეს არსებული რეჟიმი დარჩეს ირანის სათავეებში, ეს მაინც ისრაელისთვის მუდმივი საფრთხე იქნება და შესაბამისად მაგათი სტრატეგიული მიზანი არ იქნება მიღწეული. თუმცა ამერიკის კონტექსტში თუ ისრაელისთვის პირველ ადგილას და მთავარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიზანი არის ირანში რეჟიმის შეცვლა, ამერიკისთვის შესაძლოა იმ მიზნების მიღწევა, რაც ვახსენე, იყოს პრიორიტეტული და უკვე რეჟიმის შეცვლა იყოს მეორე ხარისხოვანი. თუ ახლა ამერიკა მიიღებს იმ შედეგებს, რა შედეგებიც მაგათ უნდათ, ხო, ანუ შესაძლოა რაღაც კონკრეტული ისეთი კომბინაცია დაალაგდეს, რომელიც, ვთქვათ, ერთი მხრივ გარკვეულწილად ამ არსებული ხელისუფლების შტოებს შეინარჩუნებს, თუმცა რაღაც ისეთი მოლაპარაკებების ელემენტები იქნება, ისეთი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკის ინტერესებს ყურის ქვეყნებში. რა ხდება უკრაინის ფრონტზე და ამ მხრივ დახმარების სახით რა გვესმის ჩვენ ამერიკიდან და ზოგადად რა ხდება ფრონტზე ახლა? რეალურად რაიმე სახის მნიშვნელოვანი არსებითი ცვლილებები უკრაინის ფრონტზე ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა გარკვეულ მიმართულებებზე არის დადებითი ტენდენციებიც. ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, უბრალოდ პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და მათთვის პრიორიტეტულია. ზოგადად უკრაინის საკითხი ევროპული საფრთხეების კონტექსტში რო ავიღოთ, ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად ევროპული საფრთხეების არქიტექტურაც იცვლება. ევროპამ გაანალიზა კარგად, რომ
ერთ-ერთი გრძელვადიან პერიოდში არის მათთვის რეალურად დიდი საფრთხე, ხოლო უკრაინის მიერ წარმართულმა ასე ვთქვათ სამხედრო ღონისძიებებმა ამ ომის პროცესმა დაანახა ევროპას, რომ უკრაინას აქ იმის პოტენციალი რეალურად გახდეს პირველი თავდაცვითი ფარი ევროპისთვის და შეაკავოს რუსეთი. აქედან გამომდინარე ევროპის ინტერესებში არის, რომ გააძლიერონ უკრაინა და შესაბამისად სავარაუდოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება. რაც შეეხება ამერიკის პოზიციას, რა თქმა უნდა, ხა ირანში ჩართულობა ამერიკისთვის არის დამატებითი რესურსების საჭიროება, დამატებითი ფინანსები და შესაბამისად დახმარების კუთხით ჩვენ მოვისმენთ გარკვეული განცხადებები, რომ შესაძლოა ის სამხედრო რესურსი, რაც უკრაინაში მიდიოდა, გარკვეული ნაწილი მიემართოს ახლო აღმოსავლეთისკენ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი მე ვფიქრობ ნაადრევია და უნდა დაველოდოთ მოვლენებს თუ რა ტენდენცია გაგრძელდება ირანში. ანუ რა თქმა უნდა, ეს ურთიერთკავშირი არის. მეორე კიდევ მნიშვნელოვანი კონტექსტი არის ის, რომ რუსეთის კონტექსტში ირანი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სამხედრო ტექნიკის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ესეც რუსეთისთვის დანაკლისია, იმიტომ რომ როგორც ჩემთვის ცნობილი არის, ის შეიარაღება, რასაც აწვდიდა ირანი რუსეთს, ამ ეტაპზე შეწყვეტილი არის და მთლიანად ხმარდება. თუმცა რუსები თავად აწარმოებენ, ხო, შაჰიდის დრონებს ქარხანას აწარმოებენ, კი, ანუ მოვისმენთ კიდე განცხადებები ჩვენ რუსეთისგან, რომ გავაგრძელებთ ირანის დახმარებას, მაგრამ რეალურად ეს ურთიერთთანამშრომლობის მომენტი, დინამიკა, რაც იყო თქვათ ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მნიშვნელოვნად შეცვლილი არის. მაგრამ მეორე მხრივ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტები მოუტანა რუსეთს, რაც რა თქმა უნდა საერთო ტენდენციაში უკრაინის კონტექსტში ნეგატიურ ხასიათს ატარებს. თუმცა ჰორმუზის სრუტის საკითხის დარეგულირების შემთხვევაში ალბათ ესეც შეიცვლება. საქართველოს კონტექსტიც რომ ვთქვათ ამ კუთხით, რას უნდა მივაქციოთ ჩვენ როგორც საზოგადოება და როგორც სახელმწიფო ყურადღება ასეთ დროს. ახლო სამხრეთში კონფლიქტია, უკრაინის კონფლიქტი მიმდინარეობს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთი მხრივ მშვიდობა, მაგრამ მეორე მხრივ ეს მშვიდობა არ უნდა იყოს გზა საბოლოოდ ჩვენი ოკუპაციისაკენ, ხო, საბოლოო ჯამში. რა გეოპოლიტიკური ამოცანებით უნდა ოპერირებდეს საქართველო? რამდენიმე წლით უკან რომ გადავინაცვლოთ, ხო, ანუ როდესაც უკრაინაში 2022 წელს უკრაინაში დაიწყო სამხედრო დაპირისპირება, ომი, რუსეთის შეჭრა, მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაჩნდა საერთაშორისო კუთხით, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ ვერ გამოიყედა. ზოგადად ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ყოველთვის იყო, ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობების პრიზმიდან რომ შევხედოთ, ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა, საერთაშორისო გარანტიები და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი უსაფრთხოების სისტემაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა სახით გვეხმარებოდნენ, ეს იქნებოდა თავდაცვა, უსაფრთხოება და სხვა მიმართულებები და ეს რა თქმა უნდა აძლიერებდა ჩვენს უსაფრთხოებას, რაც მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია იყო. თუმცა ბოლო წლებში განხორციელებული საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს დაშორებას დასავლეთთან, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის შეჩერებას და ასე შემდეგ, ხო, ანუ რა თქმა უნდა ჩვენს დაგვაყენა საფრთხის წინაშე და ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორც საქართველო არის, ხო, ანუ ასეთი ტიპის საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. რეალურად დღესდღეობით ჩვენ ფაქტობრივად მარტოები ვართ რუსეთის წინაშე და ამ უსაფრთხოების პროცესები, რაც მიმდინარეობს ზოგადად გლობალური პროცესები, რა თქმა უნდა შესაძლოა ამით ისარგებლოს რუსეთმა და გარკვეული პროვოკაცია მოახდინოს არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იმიტომ რომ სომხეთსა და აზერბაიჯანის კონტექსტი ჩვენთვის უსაფრთხოების ასე ვთქვათ გასაღები ხომ მდგომარეობს ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში და მათი მხრიდან გარკვეული სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიების, იგივე სამხედრო მხარდაჭერის და სხვა ტიპის დახმარების მიღებაში და იმ პირობებში, როდესაც დღეს ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ქვეყანას დასავლეთთან ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს შეჩერებული, ხო, ანუ ეს არის ძალიან დიდი რისკი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი უსაფრთხოებისთვის. მადლობა ძალიან დიდი. ნიკოლოზ ხატიაშვილი იყო ჩვენთან ერთად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევარი ინიციატივა ჯერ საქართველოს წერ.